საკმაოდ კარგად იგრძნობოდა. სიამაყე ეს მებრძოლის ხასიათი თან ამოდროულად ძალიან მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ. თქვენ კაცი ხედავთ მარტო ხელადიას უსახკარო ქალს რომელიც უკვე მერამდენე საღამოა ზის საჯარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან ის ყოველ საღამოს მოდის აქ და ითხოვს საჯარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას, მაგრამ მის მოთხოვნას ამ დრომდე არავინ ითვალისწინებს. ჩვენ გავესაუბრებით მას და გავიგებთ მეც იმის შესახებ თუ რა შეთავაზება მიიღო მან აჭარის მთავრობისგან ან ხელოჩაურის მერიიდან. ის ხელოჩაურის ტერიტორიაზე ცხოვრობს ნაქირავ ბინაში, მაგრამ უკვე 4 თვეა ვეღარ იხდის ქირის საფასურს და პირდაპირ მიშველობით არის ქუჩაში დარჩენილი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად. ასეთი არაერთი ოჯახია ბათუმში, რომლებიც წლების განმავლობაში მართავენ აქციებს და ითხოვენ იმას, რომ შეიქმნას კონკრეტული პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით იმ ტიპის უსახკარო ადამიანებს მიაქცევს ყურადღებას, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და კაპიტანი მზიაც არის სოციალურად დაუცველი, ის იღებს შემწეობას და სარგებლობს უფასო სასადილოთი. ასევე მარტო ხელადიები არიან შუშუმუპირის მშობლები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, აი ამ კატეგორიის დაუცველ ადამიანები განსაკუთრებულად ვერ სარგებლობენ ვერანაირი სოციალური პროგრამით. იგივე ბათუმის მერიას აქვს ზიაფის სახლის პროგრამა, მაგრამ ამ პროგრამით რომ ისარგებლოს ადამიანმა მას სჭირდება კონკრეტული კრიტერიუმების აკმაყოფილება, იგივე ყოველთვიური შემოსავალი სტაბილურად, რომ მან შეძლოს მინიმალური გადასახადის გადახდა იმ ბინებში, რომელსაც მას გადასცემს ბათუმის მერია. ბათუმის მერიას აქვს მართალია სხვა ბინებიც სოციალურად დაუცველი ადამიანების სხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის, მაგრამ უსახკარო ადამიანების ამ დრომდე არ აქცევს ყურადღებას არც ბათუმის მერია, არც აჭარის მთავრობა და არც საქართველოს მთავრობა. ამ დრომდე არათუ არ აქვს მთავრობას ან მერიას რამე კონკრეტული პროგრამა ამ კატეგორიის უსახკარო ადამიანებისთვის, არამედ არც კი სწავლობს ამ ადამიანების საჭიროებებს. ეს საპროტესტო აქციის 264 დღეა ბათუმში, როცა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და საკონსულტაციო სასამართლოსთან დღესაც შეიკრიბნენ მოქალაქეები პროტესტის 264 საღამოს. დღეს აქციის შეკრებილი მოქალაქეები ნახულობენ ფილმს გიორგი ანწუხელიძის შესახებ და სწორედ ამ ფილმის ხმები გესმით ახლა აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მოდი გავისაუბროთ ზია მეგრელაშვილს, რომელსაც ჩვენ ადრეც ვესაუბრეთ და მას ბათუმელების აუდიტორია ძალიან კარგად იცნობს. საღამოშობაზე ქალბატონო ზია, თქვენ ისევ ზიხართ აქ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან და ითხოვთ ისევ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას სულხან თამაზაშვილთან. თქვენიც არ შეხვდათ როგორც ის, ხო? არ შეხვდა და პრობლემების თანდათანობით ასე რომ სამშაბათისთვის ძირითადად აპირებდა დალაპარაკებაც ისე დაელაპარაკენო, მაგრამ როგორ მოგვარდება ეს საკითხი. ბატონადაც რო დაველაპარაკე. სასად იასამიძე ხელოჩაურის მერი. ფაქტიურად ისეთი მდგომარეობა, რომ მეუბნება რომ თუ ის ადამიანი არ გიმაშობა ცენტრიები და რა პირობაზე არ მოდის, მაშინ ბინა უნდა დაცალო და ანუ საუბარი იმ ადამიანებზე, ვისი ბინაც თქვენ გაქვთ ნაქირავები, სახლი, ხო? მე 500-ში ვარ ბინა ნაქირავები. წარმოიდგინე 500-ში. და როგორც მახსოვს უკვე 4 თვეა ვერ გადაიხადეთ ამ ბინის საფასური, ხო? ოქროთი ადამიანმა მადია, წარმოიდგინეთ. როგორ სიტუაციაში ვარ. ამასთან ერთად ეს ახლა რომ მეუბნება ახლა არის ფასები ავარდილი რადონებზე 800 ლარებზე ავარდილი, ხო? აი ერთ ოთახიანს თუ ნახავ, ისიც 600 ლარში და 700-ში. გადადიო იქაო, რო გადავიდე, სოციალური განვითარება. ან გადასვლა რატომ არის გამოსავალი? რატო შემოგთავაზეს გადასვლა? რატო შემოგთავაზეს და იმასთან არ უნდებიან დალაპარაკება, როდესაც ნახუნდებიან ასე გამოვიდე და იქაც ითქოს ნახევარ თანხას მაინდა. ესენი თანხას არ ფარავენ. 5 ოქტომბრამდეო თანხას ვერ გადაგიხდით. ან არჩევნების გამო ვერ გადაგიხდით ამ ქირის თანხას, ხო? სარეზერვო ფონდიდან. ეს ხელოჩაურის მერის შეთავაზებაა, ხო, როგორც ვთქვი? ხო და სოციალური მიჩერდება. კვების ვიდან ამოვა. თუ ბინა შეიცვლი. და ყველანაირი პრობლემა, ასე რომ ვთქვათ, ჰაერში
ამას არ უნდა აკეთებდეს ამ შემოთავაზებას. ანუ როგორც გავიგე, ესე იგი ხელშეურის მერია თქვენ გეუბნებათ იმას, რომ მხოლოდ შეუძლია სარეზერვო ფონდიდან დაგეხმაროს, მაგრამ არა წინასაარჩევნო პერიოდში და რადგანაც არჩევნებია ხა თვითმმართველობის, არჩევნების შემდეგ შეუძლიათ მათ ამ თანხის გადახდა და უნდა გადახვიდეთ ისეთ ბინაში, რომ შემდეგ ამ ბინის მესაკუთრეს გადაუხადონ თანხა არჩევნების შემდეგ, ანუ 5 ოქტომბერს. არჩევნების შემდეგ უნდა გადაუხადონ. აი, ვეში უნდა გადავსიტო. ყველაფერი უნდა გადავიტანო ერთ ოთახში. იმის გულიზა, რომ მერმა არ შეჭუდეს რა. ეს არ არის ნამუშევარი. სიმართლე როგორც მე კი იმას არ ვამბობ, რომ მე არ გადავსიტავ, არ გადავალ, არ მიჭირს და არ იმასება. 500 ლარს ვერ იმას ვერ ელაპარაკებო, რომ ის გადაიხადოს და 800 ლარს და 600 ლარს გადაიხდის მერე. და მithumetes მეუბნება, რომ მე შენი თუნდა გადაიხადო. მე 800 ლარს უნდა გადავიდე ან 600 ლარზე ახლა და მე ის თანხა მე უნდა მიხადო. თუ შევძლებ მე იმის. რამდენი თვის ქირის ფულს გადახდას დაგმიგან საზადია სამზე? 4 თვის აღარ გადასახდე. მაგრამ საზადია სამზე რამდენი თვის ფულს გადაგმიგან? 5 თვისაც ოქტომბრის ჩათვლით, ასე რომ ვთქვათ, ოქტომბრის ჩათვლით ის და მე წავედი. იმ კაცსაც ოქტომბრამდე კი მოიცის, მაგრამ არის საშიშროება, ხელწერილით არიდება ეს კონტრაქტი. არის საშიშროება, რომ არ გადაიხადო. და ამიტომ იკავებს ის ადამიანი. ანუ არენდობა ეს მესაკუთრე ხელვაჩაურის მერიას, რომ თანხას არ გადაგიხადოს. საერთოდ არენდობა, იმიტომ რომ მთავრობაში ვერ მოვიდანო. შეიძლება ვერ გადამიხადო და მე ვის მომთხოვო მე მაინც თანხაო. და შენ ისეც ვერ მიხდიოდა. ახლა მე შევთავაზება გავუკეთე ხელვაჩაურის მერიას. ამერიკის სამხედრო ძალებში ამ ესეთი ვარჯიში რომელიც ატარებს მათი პრეზიდენტის სამხედრო კონტროლის სახელს და მუშაობთ მე ხარი მაქს ფეროში მე კონტროლიორად ათასლარია ხელფასი და ჩემ თანხას მე გადავიხდი თქვენთან აღარ მოვალდეთ შესთავაზეთ ეს ხელვაჩაურის მერია ეს შესთავაზე მესომ დამელაპარაკა დაურეკეს მაგრამ პასუხიდან არ არის შეჯერები ტელეფონში არ პასუხობს ვარჯიში ჩემი ორგანოები გამოფილია და მესამე ნომრი დაურეკეთ ეს და ველაპარაკე რომ ეს ადამიანი თან ახლა არის ნახევარი მაინც გადაიხადეთ მე თქვარი და პრობლემას აქვს და იმ ადამიანს თუ მომიწულეთ თვითონ ადამიანმა დაგითმოთ ეს არის სენსაცია მაგრამ თქვენ როგორც მახსოვს ფიზიკურად შრომა თქვენს პრობლემაა ხო თქვენი ჯანმრთელობის გომორებიდან გამომდინარე პრობლემა კია მე ვერ მუშაობ რომელიც სასიმაქ შაქარი და ვერ ვიმუშავებ აქტიურად სამუშაოს მაგრამ ეს არის როგორი სამუშაო იცი ავტობუსიდან ავტობუსში გადაჯდომა და ავტობუსიდან ავტობუსში გადავალ კვიტანციებს გავაკეთებ ხალხი ფულს გადაიხდის და პრობლემა არ იქნება თუ ვინმე იქნება ესეთი პრობლემური რომ თანხას არ გადაიხდის შემიძლია პატრული გამოვიძახო შოფერის სამეხმარება იქა და პრობლემა არ იქნება ეხლა აჭარის მთავრობაში რა სიტყვა რატომ გინდათ სულხან თამაზაშვილთან შეხვედრა თამაზაშვილთან შეხვედრა მინდა იმიტომ რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეთ ჩემი ჯანმრთელობის გაიგივება საბათ მე სამხედრო და პრობლემაზეც მინდა ბევრი ხეს რომ უსმაზე ჩამოკიდებული არ არის მაიბინები მაგრამ მე ბინას არ ვთქო მე პატარა ადგილ სადაც რომ შემეძლება ჩემი შრომით შეგვიძლია პატარა რაღაცა აი ახლა იმაზეც რომ მითხრეს რომ მე დათალე და ბინაში და გადადი მე იმდენი ყვავილი მაქვს იქა რომე თუ ყვავილები მოკრავთ ასევე ამ ტერიტორიაზე ხო რაც გაკეთავდი ბევრი ყვავილი მაქვს და იმ ყვავილს ვერ გადავიდა მე ერთ ოთახში ამოვიდეს მერია დაათვალიეროს და თუ მეტყვის მერე რომ გადადის შენ ერთ ოთახიან ბინაში და იცხოვრე და ჩვენ ამას არ დაველაპარაკებდო მაშინ ანუ ეს მაყრობისთვის რომ არ იყოს ასევე გაუგებარია ყვავილებით მიღებული შემოსავალი არ არის თქვენთვის საკმარისი რომ ამით იარსებოთ ყვავილებით მიღებული შემოსავალი არ არის მე ფაქტიურად 2 წელიწადია საერთოდ ვერ ვაკეთებ ვერაფერს ამიტომ ვითხოვ ახლა იმაშიც მუშაობას რომ ავტობუსიდან ავტობუსში გადავდეთ და თვითონ 1000 ლარი მექნება და ამაზე მოსათხოვნი არ მექნება იმიტომ რომ ფაქტიურად ფიზიკური ანუ ყვავილები ვეღარ მიყავთ პრაქტიკულად რომ ყვავილები გაყიდოთ რომ გავყიდო Facebook-დან იმდენი არ იყიდება იმიტომ რომ Facebook-ზე არის რაფერიცი ერთი ყიდის პატარა ფასი მეორე ყიდის მაღალ ფასი და შენი ყვავილს რომ ეუბნები ის უკვე დაბალ ფასა ეუბნება და ფაქტიურად კლიენტს არ
არის 1-2 გაყიდვა. თქვენ ხართ მარტოხელადი და უსახლკარო და ყავთ ძირეწლოვანი შვილი მასთან ერთად ცხოვრობთ ამ ნაქირავებ ბინაში. და მე ერთ რაღაცას ვეთქვი კიდე მერიას რომ მაქვს ალიმენტის თანხა, საღები და იზრუნონ იმაზეც რომ ფაქტიურად თანხა ალიმენტისა სამსახურებს დაუკავშირდეს. მეც ვაკეთებ, მაგრამ არ გამოდის და თავრობამ შეაწუხოს პაპერო და ივანას გადაიხადეს ის თანხა, რაც ვალდებულება აქვს და მათაც მოეხსნებიან აი პრობლემა. მაგრამ ამაში გონი ვერ შემოვა, ხო ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი და ალიმენტის. სასამართლო გადაწყვეტილება მიდრია. მაგრამ ალიმენტს არ გიხდიან მაინც. არის ის თანხა. კეთილინებონ და ასეც მასთან მიაქციო ყურადღება. და გაჭერის მთავრობაში თქვენ არაერთი საღამოა აქ გამოდიხართ ყოველ საღამოს. რა პასუხს გცემენ აჭარის მთავრობაში? ერთია ხელმოჩაურისმერია, რაც თქვენ თქვით რომ აი არჩევნების მერე გადავიხდიო. ეს მითხარ რომ ადიო. ერთჯერადათო, მაგრამ აჭარის მთავრობა რას გეუბნებათ? აჭარის მთავრობამ ერთჯერადად დამეხმარა. მაგალითად ბევრჯერ ახლა რაც რომ ჯანდაცვის მხრივ იყო დახმარებას ვიკეთებდნენ, მაგრამ აქ პრობლემა არის იმისა, რომ ფაქტიურად არ თამშეს იმ სპისოკში, სადაც რომ უსახლკაროების საქმე. მაგრამ არანაირი პროგრამა არ აქვს ამათ უსახლკარო ადამიანებისთვის, რომელიც თავშესაფარში არის მაგის პროგრამა, როდესაც ადამიანები თავშესაფარი მისაღებია, თავშესაფარში რომ მოხდეს. მე თავშესაფარში ვიყავ. თავშესაფართან რომ გამოდიხარ, უკვე პროგრამა არსებობს, რომ ფაქტიურად უსახლკარო ხალხს და რამდენობამ სამთავრობამ უნდა იმას დახმარება განვიხილოს და არა ის ზოგადი ვალდებულება რა თქმა უნდა აქვს ნებისმიერი ადამიანის კეთილდღეობაზე და იზრუნოს სახელმწიფო ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება მაგრამ ამაზე ჩვენ ხედავთ რომ არ ზრუნავს სახელმწიფო რასაც გვირდებოდნენ ისინი რომლები გააკეთეს მითხარი გაფიცებ ყველაფერს მილიონებს გვირდებოდნენ 10,000-ს გვირდებოდნენ არ გახსოვს ბონიში რომ ვიყავ მაშინ გვირდებოდნენ ბონიში მე ნაციონალურმა მოძრაობისმა წარმომადგენელმა გვინდა არცია მე კი იმას არ ვამბობ ნაციონალისტი არიან ეს წინა ხელისუფლების დროს ამ თქვენ ბონიში ცხოვრობდით წლების განმავლობაში მე ნაქირავებს იმაში თავშესაფარში ცხოვრობდი ბონიში მაგრამ მე ვარ იმიტომ რომ არ მიდოდა მაშინ იმიტომ რომ ჩემი ცხოვრებით და ჩემი მიდოდა ნაშოვნი ფულით მიდოდა ჩემი ცხოვრება ამოწა არც ბონიში არ მიდოდა ისინა თავშოვარიკა რაც მიდოდა ის ახლა აქ ვითხოვ იმას რომ ადანა რაღაცა ისეთი რომ მე ჩემი ცხოვრება მეგავა მე ჩემით გავარ ვიწა იქნება თუ რა ხაიქნება რაღაცა მომწონს ისეთი რომ ფაქტიურად იქიდან დავიწყო ნოლიდან და ჩემს ცხოვრებას მე მივხედო და მათ კაცზე არ მე ახლა მე ვარ რომ ვიხარ რომ მე გინდა თუ არა ერთად ახნაში შედი მე ისეთი რაღაცა მაქვს ფაქტიურად ავილი გაშენებული რომ შეიძლება მომავალში ჩემი მქონდეს და დახმარებას არ დამჭირდეს იმაში თვითონ ამოვიდეში შემოთავაზეთ ისე ერთი ოთახის არ მე ხელმოჩაურია თავშესაფარი შემოთავაზეთ და ფერმაში მუშაობა ქათმის ფერმაში სადაც არის მძიმე ფიზიკური სამუშაო და თქვენთვის ეს მიუღებელია მე არ შემიძლია და მე ახლა შეთავაზება გავუკეთე და პატარა კუთხეს აქვს მომცემი საჭირო ისეთი რომ პატარა შენობა ჩავდა მომხო შენებარე მას ადონებს და იმას და შევდა პატარა ოთახს პატარა იმას რომელშიც რომ ვიცხოვრებ და ქირის გადახდა არ მომწევს და მაგარ დიდი მადლობა აი ახლა უკვე 264 დღეა დგანან მოქალაქეები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე იმის გამო რომ ჩაიგედა პრაქტიკულად საქართველოს გზა ევროპისკენ ასევე დღეს უყურებენ ახლა ისინი ფილმს გიორგი ანწუხელიძის შესახებ ფილმი ანწუხელიძე უკვდავია თქვენ რას ფიქრობთ იგივე ამ ფილმზე და ამ საპროტესტო აქციაზე ეს ემიგრანტები რომ გასული არიან საქართველოდან ხო და სახლი ენატრებათ ხო იმან შეარგონ მათი შვილების რჩენა ამ თავრობას არ აქვს უფლება ჩაკეტოს ჩვენ ამაზე იმდენი ვიბრძოლეთ და 35-40 წელიწადი ავდგავართ რომ არ ჩაიკეტოს ეს გზა და რაღაცა შემოსავალი მქონდეს გარეთიდან ამა რა ვქნათ მითხარი თუ ჩაკეტავი რაკიდან და გამოსავალი არის რამე ანდა ანწუხელიძემ იმისთვის იბრძოლა და იმისთვის მოკდა ის კაცი რომ ჩვენი მის ნაბრძოლი გზა დავხარო საქართველოს დაიწყო ომიო კობახიძე ამას ამბობს ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს შესახებ მე ერთ რაღაცას ვერ ვიყობ აი
გინდა ეწყინოს გინდა არ ეწყინოს 9 აპრილზე სიყო სააკაშვილი და 9 აპრილზე რომ ჩაჩეხეს ახალგაზრდები მაშინაც ისიც და სოხუმის დაცემის დღე სააკაშვილი იყო რომ დემასტრა მოკვდნენ იმდენი ხალხი ვიდრე რომ დაცილეს იქა ანდა ფოთზე რომ იყვნენ მომდგარი და აგერ რომ იყვნენ ჩვენთან ახლოს მაშინაც სააკაშვილი იყო სააკაშვილის პროსტა ენდაზი აქვს დახვეული ბიზნეს. ამას გეტყვით. იმიტომ რომ მისი ბიზნესი ისე არ ყავდა როგორც ახლა გვაქვს. დიდი მადლობა ეს მზია მეგრელიშვილი იყო უსახკარო. გინდა ეწყინოს, გინდა არ ეწყინოს. მე არ მაინტერესებს მე სიმართლის მომიყვარდა. არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, კონსერვატორი ვარ. იმიტომ არ შევდივარ რომ ეს სიტყვა მქონდეს სათქმელი. მადლობა. ასეთია მოქალაქის პოზიცია მზია მეგრელიშვილი უსახკარო ქალი მართა ხალდედა რომელიც ის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან დიახ ძალიან გთხოვ ყველა პარტიას 4 წელიწადში 4 წელიწადზე მერე არც ერთი პარტია არჩევნებით აღარ გაჩერდეს როდესაც 4 წელიწადი გავა ყველა პარტია გადადგეს მისი მაშინ იქნება კომუნიზმი მაშინ იქნება კან ბიზნეს რომ უნდა კომუნიზმი მაშინ იქნება კომუნიზმი ხალი ბიზნეს უნდა წავიდეს მაშინ ხო თქვენ რასაც ამბობთ მე გეუბნები 4 წელიწადზე მეტი 9 წელიწადი 14 წელიწადია ქმართან ვარ ბავშვი მყავს და ქმართან ვიყავი რაღაც 3 წელიწადი რა და ამათ 14 წელიწადი აღარ მე კი იმას არ ვეუბნები რომ კაი კანდიდატები არ ყავს. გადანაწილდეს სხვაგან და 4 წელიწადი იყოს ყველა პარტია. რომ ნორმალური ცხოვრება იყოს და ჯიბეში არის. დიდი მადლობა ეს იყო მზია მეგრელიშვილი მოქალაქე მადლობა რომელიც საბათ გამოხატა თავისი მოსაზრება ისის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და ითხოვს ყურადღებას მთავრობისგან ის არის უსახკარო მარტოხელა დედა ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად და ის უკვე ვეღარ იხდის ქირის თანხას არის სოციალური დაუცველი სარგებლობის უფასო სასადილოთი მაგრამ სოციალური შემწეობა და სასადილო ასევე ყვავილები რომელიც მოჰყავს ქალბატონ მზიას არ არის საკმარისი იმისთვის რომ მან თავი ირჩინოს ამიტომაც ის ითხოვს ყურადღებას მთავრობიდან რომელიც ამ დრომდე არაფერს არ სთავაზობს კონკრეტულად ამ ადამიანებს და არც კონკრეტულ პროგრამას არ სთავაზობს არც კი სწავლობს ამ კატეგორიის მოქალაქეების საჭიროებებს აკვეთგარან მოქალაქეები პროევროპული საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში დღეს ამ საპროტესტო აქციაზე უყურებენ ფილმს გიორგი ანწუხელიძის შესახებ ფილმის ათაურით ანწუხელიძე უგდავია მდინარის ხეობაში პირიქითაც ალაზანიც ეს იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ეს უკვე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯინით გაზეთი ჯი მადლობა ყურადღებისთვის დროებით გიორგი ანწუხელიძის სახელი საქართველოს ისტორიაში აღარასოდეს არ გახდება. ეს ყველა გამოვიდა არასოდეს ფესტივალი არ გახდება, შენობა ნაგებობა ყველაფერი და ისტორია. აღარასოდეს